საიდან მომდინარეობს სიტყვა მზე? ქართველურ ენებზე მზე ითარგმნება როგორც მზე, ბჟა, მიჟ, მჟე, მზეი, მჟურა, მჟორა და მჟია. მიჟ არის მზე სვანურად, მაქსიმე ქალდანის ლექსიკონის თანახმად, ბჟა არის მზე მეგრულად, წინარეზანური მჟა, მჟორა და მჟურა კი არის ლაზურად. ენათმეცნიერების აზრით წინარე ქართველურ ენაში არსებობდა სიტყვა მზე, მჟე, რომლისგანაც წარმოიშვა უკვე ეს სიტყვები. ამის შესახებ წერდა ქართველი ენათმეცნიერი ზურაბ სარჯველაძე. თავის წიგნში სახელწოდებით ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი, რომელიც მან ჰაინც ფერნიხთან ერთად დაწერა, რომელიც აგრეთვე ცნობილი ქართველოლოგი იყო და შეესწავლიდა ქართველურ ენებს. სიტყვა მზის ეტიმოლოგია 327 გვერდზეა. წიგნი კი ონლაინ არქივის ვებგვერდზე დევს. სიტყვა მზესვე უკავშირდება სიტყვა კვირაც. კვირა ქართველურ ენებში მზის დღედ მიიჩნეოდა. სწორედ აქედან მომდინარეობს სიტყვა ბჟაშხა, მიშლადეღ, დამახინჯებული მიჟლადეღ. მიჟ სვანურად არის მზე, ლადეღ დღე, ესე იგი მზის დღე. ამის შესახებ წერდა ვარლამ თოფურია, მაქსიმე ქალდანი, კარპეს დონდუა და ასე შემდეგ. უშუალო სიტყვა მზე, ენათმეცნიერების აზრით, წინარე ქართველურ ენაზე უნდა ყოფილიყო მჟე, რომელიც წინარე სვანურში გადავიდა როგორც მეჟ, მოგვიანებით კი გახდა მიჟ. სიტყვა მჟე აგრეთვე გადავიდა ქართო-ზანურ ენაში. შემდეგ გაიყო ორ სიტყვად, მზე ქართულში, მჟა ზანურში. ზანური მჟა მოგვიანებით გახდა ბჟა, ან მჟურა და მჟორა ლაზურში. ხოლო ქართული მზე კი აღმოსავლეთ ქართულ დიალექტზე გახდა მზეი, საიდანაც გადავიდა ჰერულ დიალექტში, იგივე ინგილოურში როგორც ზეი. საბოლოო ჯამში კი ყველა ამ სიტყვას საერთო ფუძე აქვს და მომდინარეობს წინარე ქართველურ სიტყვა მჟედან.